მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ახლა გავაკეთებ საჯარო განშლას შემდეგ შეკითხვაზე. იყიდით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ, რა ვიცი, რაც ჩაფიქრებული გაქვთ, ნივთია თუ მოძრავი ქონება, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩემთვის, იყიდით თუ არა. ჩაიფიქრეთ თქვენთვის ძალიან სასურველი საკითხი და ვადას ავიღებ, აი ამ წლის ბოლომდე. და ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ვიდეო როდის შეგხვდებათ, შემთხვევით არაფერი არ ხდება. მე კი ახლა ამ ვიდეოს აპრილში ვწერ, მაგრამ ვიღაცა შეიძლება შემდგომით შეხვდეს, ვიღაცა ზაფხულში, მაგრამ შეკითხვა არის ასეთი: ამ წლის ბოლომდე იყიდით თუ არა თქვენ შაფიქრებულ რა ვიცი, სურვილს ხო ესე ვთქვათ, ნივთია თუ რაც არის, იყიდით თუ არა. პირველი, მეორე და მესამე. ვარიანტებისთვის რა გამოვიყენოთ? და პირველი ვარიანტისთვის ასეთ გვაქვს. ცოტა ვერ ხედავ, კაი. მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. ცოტა ვერ ხედავ, და ისლაზურები მინდოდა. კაი, არა უშავს. თქვენ ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. მე კი დავიწყებ გაშლას. პირველი ვარიანტი, იყიდით თუ არა. როგორც ჩანს, თქვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ფიქრობთ. ოცნებობთ, მე ესე ვიტყოდი. და შეიძლება აი რაღაც დანაზოგით შეიძლება გქონდეთ ამ მიზნისთვის. მაგრამ აქ უფრო არის მეტად ფიქრი და ოცნება ამაზე, ვიდრე პრაქტიკული ნაბიჯები. იყიდის თუ არა პირველი ვარიანტი ჩაფიქრებულ ნივთს. რას ეხება? მოვიდა. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ყიდვის შესაძლებლობა და პოტენციალი არსებობს. უბრალოდ ნახეთ რა არის. თითქოს ეს საკითხი თქვენთვის არის ცოტა ემოციურიც კი და თითქოს გაქვთ იმის განცდა, რომ აი მაგას რო გააკეთებთ, მე რაღაცა ტაში და ავოცები უნდა მოყვეს გარესამყარო და რომ აი ნახეთ თქვენ რა გააკეთეთ და რა ვთქვათ მიღწევები გაქვთ. მე ხო არ ვიცი ხა რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ ფაქტია, რომ გაქვთ შინაგანად იმის მოლოდინი, რომ აი ეგ რო გექნებათ, უკვე ტიპი იქნებით. ტიპი ახლა ძალიან ისეთი ნათქვამია რა, ცოტა გაშარჟებული. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს საკითხი ძალიან მოქმედებს თქვენზე ემოციურად. ყიდვის შესაძლებლობა და პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ერთი წლის ვადაში ჩაეტევა ამის ყიდვა, პირველი ვარიანტი. კი თუ არა. აი ძალიან თასებია მოდის და მე ვფიქრობ, რომ თქვენ თუ მოიქცევით ძალიან გაწონასწორებულად ამ საკითხთან მიმართებაში და ზედმეტ ოცნებებში და ზედმეტ ილუზიებში თუ არ გადავარდებით, მე ვფიქრობ, რომ ყიდვის პოტენციალი არსებობს ამის, უბრალოდ ვფიქრობ ასე, რომ ვიღაცის დახმარება დაგჭირდებათ და თითქოს უნდა დაარწმუნოთ ადამიანი, ვინმე, აი ნახეთ, ამომდის თასების დედოფალი, თასების მეფე. ჩემთვის ახლა მნიშვნელობა არ აქვს
ქალბატონი მიყურებს თუ მამაკაცი, ფაქტია, რომ თქვენ ვიღაც კიდე სხვა ადამიანი გჭირდებათ ამ საქმის განსახორციელებლად. თუ თქვენ ბატონი ბრძანდებით მამაკაცი და თქვენ მიყურავთ მაშინ ვინმე თასების დედოფლის დახმარება გჭირდებათ, თუ ქალბატონი ხართ, ანალოგიურად ვიღაც ეს თასების მეფეა, ვის დახმარებაც ვფიქრობ, რომ გჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში ეს დამხმარება მარტო ის არ არის მიხვიდეთ და სწხოვოთ, არა, აქ არის რომ უნდა დაარწმუნოთ ეს ადამიანი, რომ აი თქვენთვის რაღაც გაიღოს იმისთვის, რომ თქვენ აი ეს რაღაც ჩაიფიქრეთ იყიდოთ. აი ესეთი პასუხია პირველ ვარიანტში. ჩემო ძვირფასებო, კომენტარებში და ლაიქებში გელოდებით, რა თქმა უნდა. გამოიწერეთ ჩემი არხი თუ ვინმე საქამდე არ გქონდათ გამოწერილი. ძალიან გთხოვთ, გადააზიაროთ ხოლმე ვიდეოები, მეც ძალიან მიხმარებით ჩემს არხსაც და თქვენს ახლობლებს ხო მით უმეტეს ვისაც იცით, რომ მსგავსი საკითხები უყვარს და ინტერესებს და მეორე ვარიანტი. იყიდით თუ არა. მე ვფიქრობ, რომ აი ამ საკითხზე ცოტა იმედგაცრუებული შეიძლება იყოს, ცოტა ხელიც შეიძლება გქონდეთ ჩაქნეული, საერთოდ ვერ ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ აი როგორ უნდა მიხვიდეთ იქამდე, რომ აი თქვენ ეგ რაღაც იყიდოთ რა. აი ცოტა გულნატკენი ხართ, გული გაქვთ დაწყვეტილი ამ ამბავზე. და შინაგანად ცოტა იმედგაცრუებული მდგომარეობას ვხედავ აქ, აი მოტყუებულიც, იმიტომ რომ შეიძლება აქამდე სცადეთ. მაგრამ ხო, აი შეიძლება ვინმე დაგპირდათ, მაგრამ არ შეგისრულეს თუ რაღაც, ხო? კარგი, საბოლოოდ მეორე ვარიანტი მის მიერ ჩაფიქრებულ საკითხს. ხალხო, იმედი მაქვს რეალისტური საკითხები ჩაიფიქრეთ და არა ეხლა რაღაც პლანეტა იუპიტერის ყიდვა და გადაფორმება, ხო? ხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ცოტა რეალისტურები ვიყოთ. მეორე ვარიანტი შეძლებს მის ჩაფიქრებული სურვილის ყიდვას წლის ბოლომდე. ვაუ! მართლა ვაუ. იცი რა, ყიდვის პერსპექტივა არსებობს ნამდვილად. აქაც ამოდის, რომ აქ თქვენ და კიდევ ვიღაც ადამიანი ჩაერთვებით. ვინმე თქვენი ოჯახის წევრი, იმიტომ რომ კვერთხების 4-იანი ამოვიდა. ვინმე თქვენი ოჯახის წევრი აუცილებლად იქნება, ვინც ხელს შეგიწყობთ ამის კეთებაში. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო და ყოჩაღებო და ჭკვიანებო. ერთხელ მახსოვს ჩემო გამომწერმა და კომენტარა მამაკაცი. მე რო ქალი არა ვარ, რომ ლამაზოს ხით რაღაც ესე იყო. არა უშავს ხალხო. მაშინ სიმპათიურებს გეტყვით ხო, სიმპათიუროებო, ვაიმე ენა დამება. მოკლედ ლამაზებო ხო ჯობი. იმის გარდა მოკლედ რომ თქვენ გჭირდებათ ვიღაცის მხარდაჭერა ამ ამბავში, თქვენ შეგიძლიათ იმანიფესტიროთ. კი ბატონო. აი მაგალითად თქვენთვის ასურველი ნივთი, რისი ყიდვაც ახლა გინდათ, როგორიც გინდათ, რანაირიც გინდათ, აი მაგალითად ტელეფონის ეკრანზე შეგიძლიათ დაიყენოთ, რომ ხშირად უყუროთ აი ამ თქვენს ასურველი ნივთს და ერთ დღესაც მოიზიდოთ ეს ხო? აი ცოტა манипуляცია გჭირდებათ ამის მისაღწევად და ეს манипуляცია ხო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის манифестация. იმანიფესტირეთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი აი ამ ნივთთან ერთად თუ ამ ნივთში თუ ავიზეთ თუ სახლის ყიდვა გინდათ, წარმოიდგინეთ ეს თქვენი სახლი როგორ გამოიყურება, წარმოიდგინეთ აი რაღაცა გასაღები გიკავიათ და უკვე თქვენია ეს ნივთი ნაყიდი გაქვთ და აი ხო რა ვიცი თუ მანქანაში წარმოიდგინეთ თქვენი თავი. ანუ წარმოიდგინეთ რომ ეს უკვე თქვენი რეალობაა, ეს უკვე თქვენი რეალობის ნაწილია. იმანიფესტირეთ ამ საკითხზე, ხო?
მაგრამ მამამბის ასრულებაში დაგეხმარებათ ვიღაც თქვენი ოჯახის წევრი, ვინმე. კი ბატონო. მეორე ვარიანტს ახლა დროებით დავემშვიდობები შემდეგ ვიდეომდე. ჩემო ძვირფასებო, მე ახლა მესამე ვარიანტს უნდა მივესალმო, რომელიც მელოდება. მესამე ვარიანტი აი ეს ვინც ჩაიფიქრეთ. იყიდეთ თუ არა. მოდი დავიწყოთ. რასაც არ უნდა იხებოდეს, ეს თქვენი სურვილი ვალით არ გააკეთოთ. არავითარ შემთხვევაში. აი არ გაბედოთ, ვალი ამისთვის არ აიღოთ. კიდევ ერთხელ ვიძახი, მნიშვნელობა არ აქვს რას ეხება. ჯობია რომ მოაგროვოთ და თუნდაც დრო გავიდეს. იმიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ აქ დაიწყებთ თქვენი ფინანსების დაგროვებას აი ამ საკითხისთვის. ერთი წლის ვადაზე მესამე ვარიანტი. ესე იგი, სამივე ვარიანტში ამოდის, რომ ვიღაცებთან ერთად აკეთებთ ამ თქვენს ჩაფიქრებულ რაღაცას, ხო? ხო, რა გიშველოთ, ფაქტია. აგერ ხმლების მეფე და ხმლების დედოფალი. ან თქვენს წყვილში ამოდიხართ, თქვენს ვიღაცასთან ერთად აკეთებთ. წლის ბოლომდე თუ ეს ეხება რაღაცის გადაფორმებას, აი რაღაცის საბუთიანი საკითხი თუ არის, ან სახლის ყიდვა, მიწის ყიდვა, მანქანის ყიდვა, რა ვიცი, კიდე რისი გადაფორმება ხდება ხოლმე. აი თუ ეგეთ საბუთიან საქმეს ეხება, მაგ შემთხვევაში ვიღაც დაგჭირდებათ თქვენ, რომ მასთან ერთად გააკეთოთ ეს საქმე. აი ძალიან იშვიათად შეიძლება ემიგრაციაში წასვლის საკითხიც კი განიხილოთ, იმიტომ ექვსიანი ხმალი იმისთვის, რომ აი როგორ ვიღაც დააგროვოთ ამისთვის ფული. მაგრამ აი ვიმეორებ, ვალი ამისთვის არ აიღოთ. არც ბანკში, არც კერძო პირისგან, არავისგან. აი საკუთარი და რო იყოს და ძმა რო იყოს, იმასაც არ ესესხოთ. აი პირდაპირ თავიდანვე ამოვიდნენ, რომ ვალით ეს ამბავი არ უნდა გააკეთოთ. ისევ ჯობია რომ დროში ცოტა გადავადდეს, მაგრამ თქვენი მოგროვებულით გააკეთოთ და მაგის პერსპექტივა უფროა, ვიდრე იმ რაღაც ვალებით. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო მესამე ვარიანტისთვის შემოყოჩებობა, შემოწმება. ახლა დაგემშვიდობებით, დროებით, რა თქმა უნდა, და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერად ნახვამდის.